ეს ერთმანეთს შეხვდებიან ქუთაისის ტორპედო და იბერია 1999. რა გინდათ, ბიჭო? ქართული ტური ოხერია, მეგობრებო. კიდევ ერთი დამატებითი რაუნდი. ცოტა გამოვხიზდეთ. იგაშრება ყველა. ცოტა გამოვხიზდეთ ჩვენ ვიდეოდან. მოგესალმებით ყველას. ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი და Sports Production სტუდიო წარმოგიდგენთ ფანების ლიგის მეორე ნახევარფინალურ შეხვედრას. ძალიან დაძაბული და ძალიან მაგარი თამაში გამოვიდა პირველი ნახევარფინალი და დარწმუნებული ვარ არანაკლები იქნება მეორე ნახევარფინალიც. მე შეგახსენებთ რომ ჩვენი წლევანდელი სეზონის გამარჯვებული წყვილი გაემგზავრება სლოვაკეთში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების საქომაგოდ. და მართლაც ძალიან მაგარი თამაშები გვაქვს ამ სეზონში და წარმოგიდგენთ დღევანდელი ნახევარფინალის წვილებს. დღეს ერთმანეთს შეხვდებიან ქუთაისის ტორპედო და იბერია 1999. დავიწყოთ ქუთაისის ტორპედოთი ვალერი მინდელი და გურამ ჭეიშვილი. მოგესალმებით ბიჭებო, როგორ ხართ? მოგესალმებით. მადლობა, რა გუშავს თავად როგორ ხართ? ვარ, მეც ესეთ დაძაბული თამაშის მოლოდინში ვარ და ესეთ კარგი თამაშის მოლოდინში ვარ, იმიტომ რომ ზოგადად ამ სეზონში ეგანაც თავიდანვე ძალიან კარგი გუნდები იყვნენ და მით უმეტეს ბოლოსკენ უფრო და უფრო გაიფილტრა თვად ისეთი ფეხბურთის კარგად ცოდნე საზოგადოება დარჩა. ჩვენ საინტერესო თამაშის იმედი გვაქვს. წარმატებას გისურვებთ, რა თქმა უნდა, და თქვენი მეტოქე იბერია 1999, ბაკურ ხუბულავა და პარატა ჩახვაშვილი. გამარჯობა. ბიჭებო, თქვენ როგორ ხართ? კარგი განწყობა გვაქვს, თან ძალიან ჩვენთვის სასიყვარულო და საამაყვარო ჩვენს მეგობრებს ვეთამაშებით და ესეთი ნაკლებად დაძაბული ვართ ამ ხრივ, იმიტომ რომ არ გვეწყინება და პირიქით არ გეწყინება. თქვენც ალბათ ეგრე. ხო, არ ვარჩევთ რომ ჩვენ მოვიგოთ, მაგრამ თქვენ მართლა იმ ეტაპამდე ვართ მისული რომ აი მართლა ნებისმიერმა პატარა კითხვამაც კი შეიძლება რაღაც ერთმა წამმაც კი შეიძლება გადაწყვიტოს ყველაფერი, ნახეთ წინა ნახევარფინალი როგორიც იყო. წარმატებას გისურვებთ რა თქმა უნდა თქვენს. შეგვიძლია დავიწყოთ წესები უცვლელია, ვიწყებთ უცხოური ტურით, პასუხები არის დასწრებაზე, ფილაქს დააჭერთ და მერე პასუხობთ. უცხოურ ტურში ყველა კითხვა არის ერთგულიანი. მაშასე ვიწყებთ ტორპედო იბერია უცხოური ტური პირველი შეკითხვა. ამბობენ რომ მანჩესტერ იუნაიტედის ეს შოტლანდიელი ვარსკვლავი დენის ბერკამპის მამას ძალიან უყვარდა. დაასწრო იბერიამ დენის ლოუ. დენის ლოუ სახელის მაგის გამო და სწორი მაგის გამო დაარქვა, მე უკვე მოყვებოდა და მე სხვა რაღაცები ჩამონათვალი. 1-0, რა თქმა უნდა, მომესმა თქვენს ყველას დაგასწრეს ამ შემთხვევაში. მეორე შეკითხვა. 2021 წელს ის სამხრეთ ამერიკის ნომერ 1 მოთამაშედ დაასახელეს. ამ ახალგაზრდა არგენტინელის მეტსახელია ობობა. ის იყო ხულიან ალვარესი. ხულიან ალვარესის სწორი პასუხია. არანიო. ჰა? ელ არანიო. არ ვიცი ის. აი 100 არ შეგეშავალ და არ გაიშარო. ობობას დასჯერდით და ხულას დასჯერდით. 2-0 ანგარიში, შემდეგი შეკითხვა. რაღაცა გრძელი კითხვები მაქვს და მაინც და მაინც თვითონ წინადადებაში. შემდეგი შეკითხვა. ევროპის ოქროს ბუთს ისტორიაში მხოლოდ 2 ინგლისელი თავდამსხმელი ფლობს. მეორე ჰარი კეინია, რომელმაც ეს ჯილდო გასულ სეზონში მოიგო მიუნხენის ბაიერნის შემადგენლობაში. პირველი კი ეს კაცი გახლავთ, რომელმაც 1999-2000 წლების სეზონში გისმენთ? კევინ ფილიპსი ალბათ. კევინ ფილიპსის სწორი პასუხია, აუ, დავიანეთ კიდევ. 3-0 ანგარიში. სანდერლენდი. შემდეგი შეკითხვა. ეს შემტევი ნახევარმცველი მეორე ფრანგია ფრანკ რიბერის შემდეგ, რომელიც ბუნდესლიგის სეზონის მოთამაშედ სეზონის მოთამაშედ? ბუნდესლიგის სეზონის მოთამაშედ დაასახელეს. სხვაგან წავა ჯერ არ არის დასრულებული. აბა გისმენთ? წინა წლებში. აუ ისეზე ვფიქრობ, კონგო იყოს. კრისტოფერ კონგო. ესე იყოსზე. ანუ იმიტომ რომ შემტევი იყო და ანუ მაგიტო რომ სტრაიკერზე არა, ანუ მე იმან დავაბნია რომ ეს მაღლა ვთქვით, ანუ დაჟე.
სტრაიკერზე თამაშობდა რა და ფორვარდად უფრო ითვლებოდა ლაიფციგში და მაგიტო ვორჭოფობდი მეთქი. კი ბატონო. 4-0 ანგარიში და შემდეგი შეკითხვა. ბუნდესლიგის. ამ სამხრეთ ამერიკული ნაკრების ერთ-ერთი მეტსახელი თეთრ წითლებია. გიცმენთ? ნუ გავრისკეთ. მაგრამ სამბო. გიცმენთ? ხაი, პერუ. პერუ იყო სამ. ო, პერუ არის კი. გამართალი. არა, პარაგვაი და პერუ შორის იყავი და კი ბატონო, პარაგვაიც იყო და ეხლა ტრადიციები პარაგვაის ლუჯიც ურევია რა. რისკმა გაამართლა. თუმცა 5-0-ია მეგობრებო, მაგარი თქვენ გავრისკეთ. წინა ნახევარფინალი ნახეთ, 5 ქულით იყო ერთი გუნდი დაწინაურებული, მაგრამ შემდეგ მეორე გუნდმა ამოუკაჭა. ასე რომ წინ კიდევ ძალიან ბევრი კითხვა. შემდეგი ეტაპი გახლავთ ფოტოტური. ფოტოტურშიც, მოკლედ, არაფერი შესულა მეოთხედფინალების შემდეგ, წარმოგიდგენთ, პირველ ეტაპზე არის 3/4-ზე ფოტო, რომელიმე ფეხბურთელის ფოტო იქნება, პატარა ფრაგმენტი მისი ფოტოდან, თუ უკვე გეცნობათ, შეგიძლიათ დააჭიროთ, თუ არა და მე უკვე დავამატებ სხვა ფრაგმენტებსაც. მაშასე ფოტოტურის პირველი შეკითხვა. მარტო ამით თუ გამოიცნობს. არ არის პასუხი, შეგვიძლია დავამატოთ შემდეგი ფრაგმენტი. დაასტრო ქუთაისის ტორპედომ. აბა გისმენთ? თუ გესმობთ ეს ფეხბურთელი. გახსენდა ხოლმე. არა? მე არა. გავუაზრებ. არ თქო და კაი, ანუ არა გაქვთ პასუხი, კი ბატონო. დაევიხილოთ ბოლომდე ეს მაინც ადამიანი. ანუ თქვენ ხო გაქვთ. ან გვაქვს ვერსია, მაგრამ რაღაცე პრინციპში იგივენაირი აქ მეორე მხარეს. მე თქვი. ენცო ფრანჩესკოლი. ენცო ფრანჩესკოლის სწორი პასუხია, კი ბატონო, სწორი პასუხია ფრანჩესკოლი. 6-0 გახდა ანგარიში. შემდეგი ფოტო იქნება საერთაშორისო მატჩიდან, რომელიც შეიძლება იყოს ან ევროპის ჩემპიონატი, ან მსოფლიო ჩემპიონატი, ან რაიმე ესეთი ევროთასების შეხვედრა. ნუ რა თქმა უნდა, ცნობილი შეხვედრა, ესეთი გამორჩეული და ჩავთოთ პირველი. დააჭირა ისევ იბერიამ. ეგ არის მის უსელმი. ეს არის ჩემპიონთა ლიგის ფინალი აიაქსი პანათინაიკოსი. აქეთ უნდა იყოს მწვანე გუნდი. ის პატარა ბავშვის პანათინაიკოსის ლოგოა, ის სწორად ანუ დაინახეთ ლოგო და არა, მე მგონი ეს არის ყველაზე ცნობილი ფოტო მაგ ყველაზე ხარისხიანი. HD. კი ბატონო, სწორი პასუხია, ანგარიში არის 7-0 და გადავდივართ ორქულიან კითხვებზე, მეგობრებო. იმიტომ რომ უკვე ვიწყებთ ქართულ ეტაპს და ქართული ფოტო აქაც იქნება ან საქართველოს ნაკრების თამაშიდან, ან რომელიმე ქართული კლუბის ევროთასების მატჩი. მაშასე გაუშვათ პირველი ფრაგმენტი. აბა, აი ესე თუ გეცნობათ ეს ნაკრები არის და აქეთ ვინა ისრაელი. მიდის მსჯელობები და ნუ არ არის პასუხი და დავამატოთ მეორე ნაწილი ფოტოს. აბა კიდევ არ ჩანს. აი, ბოლომდე გავხსნათ მაშინ ფოტო. დააჭირა ტორპედომ. ისმენთ? ვერსია მაგუთხად. არა, საქართველოს ნაკრები ოთმოს. არა, ნაკრები არა. ნაკრები არა. ლოკომოტივი დინამო მოსკოვი. არ არის სწორი პასუხი. ხო, ხარ მინუსტები. არა, არ მინუსტები და მეორე არის რაღაცა ბალკანური კლუბია, დინამო, პარტიზანი იყოს. არ არის სწორი პასუხი, ეს არის 2019 წლის მატჩი აბერდინი ჩიხურას შეხვედრა ევროთასების. და აი პირველი კითხვა გაიმაზა ჩვენ თამაში. მოკლედ ფოტოტური დასრულდა, გადავდივართ ქართულ ტურზე. მეგობრებო, 7-0 ანგარიში. მაგრამ ქართულ ტურში მოგესწრებათ ორქულიანი არის ყველა შეკითხვა, ასე რომ ყურადღებით და ვიწყებთ ქართული ტურის პირველი შეკითხვა. საქართველოს სუპერთასზე 100%-იანი მაჩვენებელი მხოლოდ ორ კლუბს აქვს. სამტრედიამ ერთი ფინალი მოიგო, ამ კლუბმა კი 2-დან 2. პირველ ფინალში ამ გუნდმა ბოლნისის სიონი დაამარცხა. მეორე ფინალში კი რუსთავის მეტალურგი. თუ ჩვენ ფეხბურთს გულდასმით ადევნებთ თვალს, ამ კლუბის ლამაზი დევიზიც გემახსოვრებათ: ძალა და ღირსება. გულდასაწყვეტია, რომ დღეს ეს კლუბი აღარ არსებობს. ორი ისმეთ ტორპედოს სუპერთასი ორჯერ ვინ მოიგო? ოლიმპიადას.
იყოს თბილისის ამერი? ამერია, სწორი პასუხი გალა და ღირსება ნამდვილად ამერის მოტო. 7-2 ანგარიში და შემდეგი შეკითხვა. ეს გოლკიპერი, რომელიც დღეს ეროვნული ლიგის ერთ-ერთი კლუბის მეპატრონე გახლავთ, პირველია, ვინც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში სოსო გრიშიკაშვილი. სოსო გრიშიკაშვილი სწორი პასუხია და ასწრო ქუთაისის ტორპედომ და 7-4 გახდა ანგარიში. აი ესე 2-2 ქულით უკვე ძალიან წამოვეციეთ აგრერიგად დაწინაურებულ მეტოქეს. შემდეგი შეკითხვა. სენაკში დაბადებული ეს თავდამსხმელი ერთადერთია, რომელმაც საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის ტიტული ფოთის კოლხეთი 1913-ში თამაშის დროს მოიგო. მას ასევე არაერთი გოლი აქვს გატანილი ქუთაისის ტორპედოს და სამტრედიის მაისურით. 1999 წელს კი უკანასკნელ საკავშირო ჩემპიონატში თბილისის დინამოს თავდამსხმელი გახდათ. მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელის პროლიცენზია ისრაელში აიღო, სადაც სხვადასხვა დროს რამდენიმე ადგილობრივ გუნდს წვრთნიდა. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გისმენთ? დარასელი. სწორი პასუხია, არასელია, სწორი პასუხი გიორგი დარასელია. კი, გიორგი დარასელია გახდათ ეს ფეხბურთელი და 7-6 გახდა ანგარიში. ქართული ტური ოხერია, მეგობრებო. ცოტა გამოფხიზდეთ. იგაშრება ყველა. ცოტა გამოფხიზდეთ ჩვენებოდა ხტე. შემდეგი შეკითხვა. 1990 წელს თბილისში დაბადებული ეს მოთამაშე ეროვნული ლიგის საუკეთესოთა დაჯილდოების პირველი ცერემონიის ტრიუმფატორი გახლავთ. 2017 წელს მას საუკეთესო თავდამსხმელის, ბომბარდირის და ფეხბურთელის თასები მოიგო. იმ დროს ის თბილისის ლოკომოტივში თამაშობდა და ეროვნულ ლიგაში 25 გოლი გაიტანა. 2020 წელს ისმეთ? ირაკლი სიხარულიძე. ირაკლი სიხარულიძე სწორი პასუხია და 8-7 დაწინაურდა, ზედიზედ 4 ორქულიანი შეკითხვა აიღო ქუთაისის ტორპედომ და 8-7 გახდა ანგარიში. სუპერ თამაში იქნება დღესაც. შესაბამისი თამაშია. კი ბატონო. ძალიან ჩამოვჭიდო. და ბოლო შეკითხვა ქართული ტურიდან. ეს თავდამსხმელი, რომელსაც დღეს სულ სხვა ასპარეზზე ვხედავთ, დინამოს კაპიტანი გახლდათ დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში, ევროთასებზე გამართულ პირველ მატჩში 1993 წელს ლინფილდის წინააღმდეგ. ის არაერთხელ გახდა საქართველოს ჩემპიონი და თასის მფლობელი. შემდეგ კი ჯერ რუსეთის, მოგვიანებით კი შვეიცარიის ჩემპიონატიც მოიგო. ისმეთ? იბერიამ დააჭირა ამ შემთხვევაში. ამ ნესაც. კაი, სამესა. ნემსაძე, გიორგი ნემსაძე. არ არის სწორი პასუხი გიორგი ნემსაძე. ბოლომდე წავიკითხავ შეკითხვას, ვერ შეგიძლიათ უსმინოთ. თავდასხმელი არის ყოველ კითხვაში. თავდასხმელი იყო, კი, როგორ იყო ეს თავდასხმელი იყო, თუმცა სხვა პოზიციებზე თუ თამაშია, მაგრამ ნუ თავდასხმელი იყო. 1900 ლიფიდის წინააღმდეგ ის არაერთხელ გახდა საქართველოს ჩემპიონი თასის მფლობელი. შემდეგ კი ჯერ რუსეთის, მოგვიანებით კი შვეიცარიის ჩემპიონატიც მოიგო. ის ჩვენი ნაკრების ისტორიაში სტუმრად მოგებული პირველი თამაშის მონაწილეცაა. სხვათა შორის იმ შეხვედრაში 1991 წლის ივლისში მოლდოვაში გოლიც გაიტანა. გვაქვს, ახლა არის შეიძლება არა, კაცო ის გისმენთ? ყაველაშვილი. ყაველაშვილი სწორი პასუხია, მიხეილ ყაველაშვილი, რომელსაც სხვა ასპარეზზე ვხედავ. შვეიცარიის ჩემპიონი ხო? მან დაგვაბნია რომ ბევრჯერ დინამოში მან რაღაცა ბევრჯერ დინამოში რა იყო? რაღაცა ჩემპიონობები და ისინი. კი, დინამოს კაპიტანი იყო და კი, დინამოს. აი, კაპიტნობამ ჩაგწყო. კი, ბატონო, კაპიტანი იყო ყაველაშვილი წელს. 10-7 გახდა ანგარიში და გადავდივართ ქალაქობანას ტურზე. მეგობრებო, აქაც უცვლელია წესები, პირველი ტური არის თავისუფალი ტური. ამოვა 100 დოლარზე და უნდა ჩაწეროთ კლუბი, ისა ბოდიში ნაკრები, კლუბი, უცხოელი ფეხბურთელი, ქართველი ფეხბურთელი და მწვრთნელი. აქ არის დასწრებაზე. ვინც პირველი ბოლომდე შეავსებს, შეგიძლიათ სტოპ დაიძახოთ და მეორე გუნდი უნდა გაჩერდეს. მაშინ ასე დავატრიალოთ თუ შეიძლება და ვნახოთ რა 100 ამოვა. ლ 100 ბგერა ლ. ანუ ნაკრები, კლუბი, უცხოელი ფეხბურთელი, ქართველი ფეხბურთელი და მწვრთნელი. სტოპ. ტორპედო დაასრულა, პრინციპში დაასრულა იბერიამაც, შეგვიძლია კამერებს ვაჩვენოთ. კი ბატონო და დავიწყოთ. 10-7 ანგარიში. ნაკრები. ლიეტუვა. ლიბანი. კი ბატონო. 2-2 ქულა, 12-9 არის ანგარიში. კლუბი. ლიონი. ლესტერი.
შენ ლივერპულის უშოტი ვარ ხო? არა. ჩემი შვილია ლივერპულის. ორ-ორი ქულა 14-ით 11 ანგარიში უცხოელი ფეხბურთელი. ლამელა რა. კანინგლი. ლი? მარტივად. თქვენ ამ ორიგინალობას არ ეშვებით და შენიერი არ მოკლედ. წინაზე ნაურუს ამბავია. წინაზე დაბულყა, მაგრამ ორ-ორი ქულა. კი ბატონო, ორ-ორი ქულა და 16-ით 13 ანგარიში ქართველი ფეხბურთელი. ლაცაბიძე. ლორია. ორ-ორი ქულა და 18-ით 15 ანგარიში და მწვრთნელი. იოხამ ლიოვი. ლესკოტი. და ესე იგი ანგარიში გახლავთ 20-ით 17. არ შეცვლა არაფერი, ხო? ხო. სხვაობა არ შეცვლა. ანგარიში გახლავთ 20-ით 17 და შემდეგი ტური ქალაქ ობანასი, სადაც უკვე ამოსულ ასოზე მე ვსვავ კითხვებს და იმის მიხედვით წერთ თქვენ პასუხებს. მაშ ასე დავატრიალოთ. ასობგერად შევ. მაშ ასე დავიწყეთ ნაკრები. ახალი თაობის გულშემატკივრებს შეიძლება გაუკვირდეთ, მაგრამ ეს ნაკრები 1962 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ადგილზე გავიდა. ახალი თაობის გულშემატკივრებს შეიძლება გაუკვირდეთ, მაგრამ ეს ნაკრები 1962 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ადგილზე გავიდა. კლუბი. ამ კლუბში ახლა ორი ქართველი თამაშობს. ლუკა ლაცაბიძე და გიორგი რობაქიძე. ამ კლუბში ახლა ორი ქართველი თამაშობს. ლუკა ლაცაბიძე და გიორგი რობაქიძე. უცხოელი ფეხბურთელი. გერმანიაში დაბადებული ეს კამერუნელი ახლა ამერიკაში, ნიუ-იორკ რედბულსში თამაშობს. გერმანიაში დაბადებული ეს კამერუნელი ახლა ამერიკაში, ნიუ-იორკ რედბულსში თამაშობს. ქართველი ფეხბურთელი. ამ ფეხბურთელმა ეროვნულ ნაკრებში ყველაზე მეტი 5 გოლი სადებიუტო 2018 წელს გაიტანა. ამ ფეხბურთელმა ეროვნულ ნაკრებში ყველაზე მეტი 5 გოლი სადებიუტო 2018 წელს გაიტანა. და მწვრთნელი. ამ ქართველმა მწვრთნელმა ერთხელ მოიგო ეროვნული ლიგა, ორჯერ სუპერთასი და სამჯერ ქვეყნის თასი. ახლა კი ფოთის კოლხეთთან ერთად ცდილობს წარმატების მიღწევას. ანუ ქართველი მწვრთნელი, რომელმაც მოიგო ერთხელ ეროვნული ლიგა, ორჯერ სუპერთასი, სამჯერ ქვეყნის თასი და კოლხეთთან ერთად ცდილობს წარმატების მიღწევას. ვაჩვენოთ კამერებს. მეოთხე, ანუ ქართველი ფეხბურთელი არ გიწერიათ. რაღაც გადაშლილიც გააქვს? არა. ჩხეტიანი წერია ხო, ბოლოში. კი ბატონო, შეტყვი სწორი პასუხია ბოლოში, მაგრამ იქამდე მივა. კი ბატონო. 20-17 ანგარიში და გავყვეთ. ნაკრები, რომელიც მესამე ადგილზე გავიდა, ჩილე, რა თქმა უნდა, სწორი პასუხია 21-18 ანგარიში. კლუბი, სადაც ლუკა ლაცაბიძე და გიორგი რობაქიძე თამაშობენ. ჩერნომორეცი. თქვენ რა გიწერიათ? ჩიტადელა. ჩერნომორეცია, სწორი პასუხი. სამი ქულა, ქუთაისის ტორპედოს, ოდესის ჩერნომორეცს თამაშობს ეს ორი ქართველი ფეხბურთელი. 24-18 ანგარიში. უცხოელი ფეხბურთელი, გერმანიაში დაბადებული კამერუნელი, რომელიც ახლა ამერიკაშია, ნიუ-იორკში. ჩუპომოტინგი გუწერია. ჩუპომოტინგი, თქვენ არ გაქვთ პასუხი, სწორი პასუხია ჩუპომოტინგი, ერიხ მაქსიმ ჩუპომოტინგი, 24-21 ანგარიში. ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ეროვნულ ნაკრებში ყველაზე მეტი 5 გოლი სადებიუტო 2018 წელს გაიტანა. თქვენ არ გაქვთ პასუხი. ჩაკვეტაძეა, მეგობრებო. ჩაკვეტაძე. და ნუ ჩიხრად 24-24 ანგარიში. ხო, 24 და ჩხეტიანი ორივეს გიწევთ, 25-25 ანგარიში. ჩაკვევერა. ბოლო რაუნდის წინ გვაქვს ფრე 25-25, აი ჩაკვეტაზე რანაირად ვერ გავიწევ. შემდეგ რაუნდში მე არ გეუბნებით რა ასოზე იწყება პასუხები. აღარ ამოვა დოლურაზე რომელიმეაც უბრალოდ მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენებ რომ ამ შემთხვევაში ყველა პასუხი ისევ და ისევ ერთ რეგივი ასოზე იწყება, უბრალოდ თქვენ არისით. მე ვსვავ კითხვებს და თქვენ უნდა გამოიცნოთ პასუხები, რომელიც ყველა ერთ რეგივი ასოზე იწყება. მაშ ასე 25-25 მეორე ნახევარფინალური შეხვედრა და ბოლო რაუნდი. ნაკრები. ეს ნაკრები გახდა პირველი აფრიკული ქვეყანა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ეტაპის ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა. ანუ ეს არის ნაკრები, პირველი აფრიკული ქვეყანა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ეტაპის ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა. კლუბი. ამ კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გორან მილოევიჩია, რომელიც სამუელ ეტოოსაც კი უსწრებს. ამ კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გორან მილოევიჩია, რომელიც სამუელ ეტოოსაც კი უსწრებს.
უცხოელი ფეხბურთელი 2022 წელს ბალონ დორის გამოკითხვაში ის მხოლოდ კარიმ ბენზემას ჩამორჩა. მაშინ ეს აფრიკელი ლივერპულში თამაშობდა. რომელ წელს? 2022 წელს ბალონ დორის გამოკითხვაში ის მხოლოდ კარიმ ბენზემას ჩამორჩა. მაშინ ეს აფრიკელი ლივერპულში თამაშობდა. ქართველი ფეხბურთელი ხორვატიასთან 1-0 მოგებულ მატჩში კობიაშვილს საგოლე პასი სწორედ მან გაუკეთა. ხორვატიასთან 1-0 მოგებულ მატჩში კობიაშვილს საგოლე პასი სწორედ მან გაუკეთა. დამწვრთნელი ეს შოტლანდიელი გლაზგო რეინჯერსში შოთა არველაძესაც წვრთნიდა. სტოპ. ჩვენც დავწერთ. კი ბატონო. ხარებ ვერთ ვაჩვენოთ კამერებს. კარგი, დავიწყოთ. 25 ანგარიში და მივყვეთ. პირველი აფრიკული ქვეყანა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა. მაროკო. მაროკო 26. კლუბი, რომლის საუკეთესო ბომბარდირი გორან მილოვევიჩია. მაიორკა. ორია 27. ბალონ დორის გამოკითხვაში ბენზემას ჩამორჩა მხოლოდ 2022 წელს. მანე, სწორია 28. ხორვატიასთან კობის პასი ოთარ მარცვალაძე 29 და შოტლანდიელი რომელიც ალექს 30 რა გინდათ ბიჭო 30 ანგარიში რა გინდათ ლესკოტის აი ესეთი ეგრე ამბავი გამოვიდა კრიშიკაშვილი გამორჩა ასეთი დაძაბული და საინტერესო თამაში გამოვიდა და დაგვრჩა ბოლო უნდა იყოს ჩაკვეტაძე მოკლედ მეგობრებო ამ სეზონში პირველად დაფიქსირდა ფრე ჩვენს ტურნირზე და შესაბამისად გვიწევს ფინალისტის გამოვლენა დამატებითი რაუნდით. დამატებითი რაუნდი იქნება ქალაქობანა. მას ასე უკვე შეგვიძლია დავატრიალოთ დოლურა და ვნახოთ რა ასვამოვა. მას ასე ასობგერა T. Stop. აუ კიდე ფრე არის ხო გეყვაწებით. ვაჩვენოთ კამერებს კი ბატონო. ორივე გუნდმა დაახლოებით ერთი და იგივე დროს დაიყვირა. Stop და დავიწყოთ. ნაკრები. თურქეთი. კი ბატონო თითო ქულა, ნუ აღარ ვამატებ იმ ქულებს, აღარ აქვს მნიშვნელობა კლუბი თუნი. კი ბატონო. უცხოელი ფეხბურთელი თურანი. ვინა? თერიმი, ფათიხ თერიმი. თერიმი, კი ბატონო. თუნთელიც იყო, ხო? ქართველი ფეხბურთელი. თავაძე, გიორგი კი თავაძე. ბატონო, გია თავაძე და წვრთნელი. თერიმი. ისე გარ უნდა იყოს ორივეგან ერთი და იგივე კაცი. აი ბიჭო გაშერდი. გადავედით მაშინ. კიდევ ერთი დამატებითი რაუნდი. და კიდევ ერთხელ დავატრიალოთ დოლურა. და ასობგერა X. Stop. აბა დავიწყოთ. ხორვატია. კი ბატონო. კლუბი ხემნიცერი. ხიმკი. ყვამი. კაი, გავაგზავნეთ რა კლუბი იყო უბრალოდ ბოდიში უცხოელი ფეხბურთელი. ხარისტეასი. ესე. კი ბატონო და ქართველი ფეხბურთელი. მალაძე. ხიზანა. ხერხაძე. ჯემალ ხერხაძე. კარგი ბატონო. ძნელი. ჯემალ ხერხაძე. ხერხაძე იქ თქვი? ხოვანეცი, იოზეფ ხოვანეცი. შემდეგი ასობგერა. კარგი, ასობგერა P. Stop. კარგი ბატონო, დავიწყეთ. ქვეყანა. ფინეთი. ფიჯი. კი ბატონო. ამ შემთხვევაში შეგიძლია კლუბი. ფოჯა გვიწერია ჩვენ. ფილიპსი. ფილიპსი? დავიცი. კი ბატონო. ოკეი, ფილიპსი. გაუმაზეთ. ნახოთ რავით უმაიც არის. შეიძლება. ხო, ნუ სამი ქულა თქვენ. უცხოელი ფეხბურთელი. ტიგუ. კოსტერი. კი ბატონო, ქართველი ფეხბურთელი. ფოფხაძე. და მწვრთნელი. ფეოლა. ჩვენც ფოფხაძე.
ფეოლა. შესაბამისად, აი კლუბის ხარჯზე გამარჯვება მოიპოვა ქუთაისის ტორპედომ 3 გოლით 3 დამატებითი დროის შემდეგ, ანუ ოვერტაიმის შემდეგ ასეთ დაძაბული თამაში არ ვიცი, არ ყოფილა. მაგარი თამაში. გილოცად რა თქმა უნდა, ბიჭებო, ძალიან დიდი მადლობა სუპერ თამაშისთვის, ძალიან დიდი მადლობა ამ ემოციებისთვის, ამ ცოდნისთვის, რაც გამოამჟღავნეთ. წარმატებას გისურვებთ და რა თქმა უნდა, გელოდებით შემდეგ სეზონშიც, ძალიან დიდი მადლობა თქვენ. თქვენ კი ფინალში გელოდებათ თბილისის დინამო. და გვექნება სუპერ დერბი, ესე იგი, თბილისის დინამო, ქუთაისის ტორპედო, ესე ქართული კლასიკო. რიგში მადლობა უნდა უთხრა მეტოქეს, ძალიან მაგრად ითამაშეს, აი. კი ბატონო, გეთახვევით აბსოლუტურად. ძალიან მაგარი თამაში იყო 7-0, მე აქეთ 8-7, მე დაკაჩვა და რა ვიცი, მე ამდენი დამატებითი დრო და რაღაც სასწაული თამაში იყო და ძალიან დიდი მადლობა კარგი თამაშისთვის ორივე გუნდს. მადლობა თქვენ. კიდევ ერთხელ შეგახსენეთ, რომ გამარჯვებული გუნდი გაემგზავრება სლოვაკეთში ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრების საქომაგოდ ივნისში. ჩვენი პროექტის წამდგენი კი გახლავთ ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი და Sports Production Studio. მე გემშვიდობებით ფინალამდე. კარგად ბრძანდებოდეთ, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ.